რადიო მაესტროს ეთერშია ინტერვიუ. მოგესალმებით თქვენ უსმენთ რადიო მაესტროს FM 94.7-ზე სტუდიაში ჟურნალისტი ლევან ჭიტანავა მუშაობს. ეს კი ინტერვიუს ფორმატია. სტუმარი უკვე ხაზეა ლევან ლორთქიბანიძე, პოლიტოლოგი. ბატონო ლევან, მოგესალმებით და რა თქმა უნდა მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ. ბატონო ლევან, ბუნებრივია პირველი კითხვა მექნება თქვენთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს თქვენ როგორ აფასებთ და აქვე ამავე კონტექსტში ბუნებრივია ასევე უნდა დაგისვათ კითხვა, ვინაიდან ბოლო დღეების განმავლობაში ამ პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთ მთავარ თემად შეიძლება შეფასდეს დებატები და ამ დებატებთან დაკავშირებით არის ასევე ორად გაყოფილი აზრი. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ დებატებში ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, საერთოდ ხელისუფლებასთან არ უნდა იყოს დებატები ამ ფორმატით. მეორე ნაწილი განიხილავს, ვინ მოიგო და ვინ წააგო დებატები. მოდით დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში შეგვიბასეთ პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში და ასევე შეგვიფასეთ დებატების თემა. დებატების საკითხს რაც შეეხება, ეს ინდივიდუალური თემა არის, ცალკეულმა პირებმა და ჯგუფებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენად მზად არიან შევიდნენ ხელისუფლებასთან აი ამ ფორმატში და ასეთ გარემოში დისკუსიაში, ხომ? თავად წყვეტენ ამას, ამისთვის არიან მზად თუ არა, თვითონ უნდა განსაჯონ, უღირთ თუ არა, თავად უნდა განსაჯონ. ასევე სტრატეგია და ტაქტიკა უნდა დაგეგმონ, რომ ეს ფორმატი როგორ შეიძლება საერთო სიკეთისთვის და კარგი საქმისთვის გამოიყენონ. ასე რომ მე არავის არ გამსჯი და არავის არ ვაძლევ შენიშვნას, რატომ წახვედი და როგორ წახვედი და არ უნდა წასულიყავი და ასე შემდეგ და კარგი იქნება თუ საზოგადოებაც ნაკლებ დროს დაკარგავს ცალკეული ადამიანების გადაწყვეტილების გასჯა. მაგრამ თვითონ დებატების ფორმატი ძალიან უცნაური ფორმატია, იმიტომ რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს დისკუსიები დააორგანიზოს საკუთარ მოედანზე. ანუ ეს ფეხბურთის ტურნირს რო შევადაროთ და რო არსებობდნენ გუნდები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სტადიონზე მართავენ მატჩებს, ხო? ეს უსამართლო იქნება. და საჯით თვითონ რო ყავდეთ დანიშნული და თავიანთი ქალაქის წარმომადგენელი იყოს საჯი. აი ესეთი მიდგომა აქვს ხელისუფლებას. ფორმატი თვითონ აქვს შერჩეული, თავიანთ ტელევიზიებში მათ ვიძულობენ ხალხს, თავიანთი გამყვანები ყავთ, რომელიც ყოველთვის ხელისუფლების მხარეს არიან და არანაირი ნეიტრალური გარემო არ არის. ამას ისიც ემატება, რომ ეს ფსევდოოპოზიციური პარტიები, რომლებიც სინამდვილეში ხელისუფლების სატელიტები არიან, როგორც სრულუფლებიანი და დამოუკიდებელი მოთამაშეები მონაწილეობენ ამ განხილვებში. ასე რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ზედაპირულ ესე იგი დისკუსიებთან და აქ სერიოზული საკითხების განხილვა და სამართლიანი წესებით განხილვა შეუძლებელია და დებატებზე მეტად ეს გარემო ხშირად ბოლოს ფარს ემსგავსება ხოლმე, მაგრამ შანსი რომ შენ იქები გაიტანო თუ ტაქტიკა სწორად დაგეგმავ, აი იქ მისულ ადამიანებს, რომლებიც უმცირესობაში აღოჩნდებიან ხოლმე, მაინც აქვთ. ბატონო ლევან, რას ნიშნავს სწორად განსაზღვრული ტაქტიკა? ანუ რას გულისხმობთ აქ? ანუ დებატების დროს რაზე გააკეთონ აქცენტი და რაზე ისაუბრონ თუ რას გულისხმობთ? აი, იცით რა არის, როცა მიდიხარ ესეთ დებატებში, შენ ეგრეთ წოდებულ ბაბლს არ უნდა ელაპარაკო და არ უნდა გქონდეს განზრახვა, რომ ბევრი ახალი ლაიქი დააგროვო სოციალურ ქსელებში და ახალი მოწონება მიიღო აი იმ ვიწრო წრეში, რომელიც აი Facebook-ზე აქტიურობს ხოლმე. როცა მიდიხარ ესეთ დებატებში, შენი სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს ქართული ოცნების ამომრჩეველი და მას მისთვის გასაგება ენაზე უნდა აუხსნა თუ თქვათ რა უბედურება მოაქვს ამ განათლების რეფორმას და ასე შემდეგ. ასე რომ აი ეს სამიზნე ჯგუფს როცა შეარჩევ სწორად ფოკუსს რო გაასწორებ, მერე რიტორიკაც და არგუმენტებიც ამაზე უნდა ააგო, თუ გინდა რომ ესეთ უსამართლო და უთანასწორო
დებატებში რაღაც შედეგს მიაღწია. ასევე ამავე დებატებთან დაკავშირებით კითხვა მაქვს, როგორ ფიქრობთ ამ პოლიტიკური პროცესის ამ ეტაპზე რატომ დასჭირდა და რატომ მიიჩნია ხელისუფლებამ რომ აუცილებელია დებატები? თქვენ იცით რომ აქამდე არ იყო დებატები და არ ღებულობდა ხელისუფლების წარმომადგენელი არც ერთ ამ ფორმატში მონაწილეობას. ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი რა მიგაჩნიათ და კიდევ ერთი არგუმენტი, მაგალითად ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან თუ ანალიტიკოსები, ერთ-ერთი არგუმენტი და мотивация მიიღონ მონაწილეობა არის ის, რომ მაგალითად ტელეკომპანია იმედის ან რუსთავი 2-ის მაყურებელს ესაუბრონ და მათ მიაწოდონ განსხვავებული აზრი. როგორ მუშაობს ეს რეალურად? მუშაობს თუ არა, როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ ნახეთ, ასევე ხომ შეიძლება რომ ხელისუფლებამ ესაუბროს ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას, რაც ასევე მაგალითად შეიძლება ისეთი ზეგავლენა იქონიოს, რაც მაგალითად აქვს მეორე მხარეს იმედში მონაწილეობის მიზნით და არგუმენტი, რომ იმ საზოგადოებაზე იმუშაოს. სწორი იქნებოდა და გონიერი ადამიანი სწორედ ეგრე მოიქცეოდა, რომ მოწინააღმდეგეს დაელაპარაკებოდა. ასე რომ თუ თავში ჭკუა აქვთ, მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა დებატებში ოპოზიციურ არხებზეც და არა მხოლოდ საკუთარ მოედანზე და იმ გარემოში, სადაც კომფორტულად გრძნობენ თავს, მაგრამ აი რამდენად ეყოფათ გამბედაობა ეს ნაბიჯი გადადგან, ეგ სხვა საკითხია. ამ გამბედაობის ნიშნები ჯერჯერობით არ შეიმჩნევა ჩვენს ირგვლივ. რაც შეეხება შეკითხვას თუ რატო დაჭირდათ დებატები დღეს, პირველი და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს საზოგადოება რომ დასერილია, დაყოფილია, რო არის გამეფებული ამ საზოგადოებაში, ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც გრძნობენ კარგად. საკუთარ ოჯახებში და სამეგობროებში აქვთ კონფლიქტი და აი ეს გახლეჩილობა მათთვისაც საგრძნობია და აქვთ სურვილი რომ ამგვარი დებატებით თქვათ სუმცირედ მაინც შეეცადონ აი ამ დაყოფის და გახლეჩილობის აღყოფას. და მეორე მთავარი მიზეზი არის ალბათ ის, რომ თვითონ ბატონ კობახიძეს აქვს ეს რწმენა, რომ ყოველთვის ყველაფერში მართალია და შეუძლია რომ ეს თავისი აბსოლუტური ჭეშმარიტება, ფაქტიური ჭეშმარიტება სხვებსაც დაუმტკიცოს. და ზედმეტად თავდაჯერებულია ხოლმე თავის არგუმენტებში, გონია რომ ესე იგი მარტო მანიცის კონსტიტუციური სამართალი, მარტო მანიცის რამდენი ფაკულტეტი უნდა იყოს განთავსებული GPI-ის მე-6 კორპუსში და ასე შემდეგ და აი ამ თავდაჯერებულობის დემონსტრირებაც არის მისი მხრივ. თუმცა დებატების ფორმატში ის ამბობს, რომ თუ ამ მხრივ რამე ხარვეზია, შემოდით დისკუსიაში არგუმენტები და აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ საკითხსო, ამბობდა ის დებატების ფორმატში. ბატონ ლევან, იცით რა მაინტერესებს სხვა მაგას რომ ამბობდა უკაცრავად ლევან. მაგას რომ ამბობდა, მაგ ყველაფერს ბატონ კობახიძე ამბობს ხოლმე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. თორე ძალიან ნორმალური ნათქვამია, რომ მოდით ვიდისკუსიოთ, არგუმენტები ავწონოთ, რომელ მხარეს მეტი, ასე ვთქვათ, სიბართლეა შევადაროთ ერთმანეთს, მაგრამ ის დისკუსიებს იწყებს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ეუბნება რომ всё, მე დავადექი ამ გზას და ეხლა მითხარი აი ამ გზაზე პატარა რა კორექტივები შევიტანო და მცირედად რა შევცვალო. როცა ფუნდამენტური და ცენტრალური გადაწყვეტილება სად მიიღეს, როგორ მიიღეს, თქვა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, კაცმა არ იცის, რა კვლევაზე დაფუძნებით, ვისი მონაწილეობით, რამდენი ადამიანი იყო იქ. კაცმა არ იცის, გამოიტანეს 3.5 ფურცელი და გითხრეს, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, ამას აღვასრულებთ. და ეხლა მერე დისკუსია რაზე არის, ხო, დეტალებზე. 1 საათში გავაკეთო ამ 3.5 ფურცელზე დაწერილი გეგმა, განვახორციელო, პირობითად 1 საათში თუ 2 საათში. ამაზე დისკუსია და ამაზე დებატები, რა ვიცი, უკან მიდევნებულ ამბარს გავს ხო. ხო, თუმცა მიიღეს მონაწილეობა, ხო, მხარეებმა და იყო დისკუსია. მიიღეს სხვა мотивაციით, რომ რაღაც თავისი ეთქვათ და ვიღაცებმა
თქვათ ეს ეფექტიანად გამოიყენეს, მაგალითად ქალბატონმა რექტორმა ნინო დობორჩკინიძემ, მე ესე ვფიქრობ, ვიღაცაებმა ვერ გამოიყენეს ეფექტიანად და დრო ტყუილად ახარჯეს. გასაგებია, სხვა საკითხებზეც მინდა დაგისვათ კითხვა, თქვენ იცით ნიკა გვარამიამ პირველივე განცხადებაში ოპოზიციის ერთიანობაზე გააკეთა განცხადება, მე ციტირებას მოვახდენ მისი განცხადების, მე ვიცი ერთი რამ, ერთად უნდა ვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მივიტანოთ შედეგი. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა განცხადება. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად პერსპექტიულად უყურებთ ამ საკითხს. არასოდეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ოპოზიცია ერთიანი არ ყოფილა. რით ვერ უნდა ისწავლონ ჭკუა ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომ არ არსებობს ეს სრული ერთიანობა პოლიტიკურ ველზე, ოპოზიციურ ველზე. ვერასდროს ამ შედეგამდე ვერ მივედით. და ამ ერთი და იგივეც გამეორება დაუსრულებლად ანუ განწირული პროექტის შესახებ, ტრადშობილი პროექტის შესახებ, დაუსრულებლად და წლობით ლაპარაკი, რომელი სპორტის სახეობაა, მე არ ვიცი. დღეს ერთიანობა შეიძლება საჭირო იყოს რაღაცა ნაბიჯ, რაღაცა კონკრეტულ საკითხებზე, თქვათ, განათლების რეფორმა რომ უნდა შეჩერდეს და შეწყდეს, ამაზე შეიძლება ყველა ერთიანი იყოს, მაგრამ ოპოზიციის ერთიანობა სტრუქტურულად ეს არის წარმოუდგენელი და არც არის საჭირო. თუ ჩვენ გვინდა რომ რამე მშვიდობიანად, დემოკრატიულად არჩევნებით შევცვალოთ, აუცილებელია რამდენიმე ფლანგიდან შეტევა და არა ერთი მიმართულებით რაღაცა დიდი ფრონტის ორგანიზება, ხო? ვიღაცას ოპოზიციური ძალების ნაწილს ერთი პერსპექტივა აქვს, მეორე ნაწილს მეორე პერსპექტივა და ეს პერსპექტივები ხშირად იკარგება ხოლმე, როცა ცდილობენ რაღაც ერთ დინებაში მოაქციონ მთელი განწყობა და მთელი წინააღმდეგობა. ასე რომ თვითონ ფლანგებზე თუ მოხდება კონსოლიდაცია, აი თქვათ ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან და მუცლიდან წარმოქმნილი პარტიები თუ ისევ ერთ ნაციონალურ მოძრაობად გაერთიანდებიან, გადასარევია გვეცოდინება ვინ არის და სად დგანან, ხო? აი თქვათ იგივე ნაციონალები, გვარამიას პარტია, იგირჩი, დროა, რა ვიცი, რამდენი ანასხლეტი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, თუ ერთად შეიკრიბებიან და გაერთიანდებიან, ძალიანაც კარგი, ეს უფრო გაუადვილებს ამორჩევას ხედვას ვინ არის. მაგრამ ამავე ჯგუფში რომ შევიდნენ თქვათ ქართველი მემარცხენეები, ქართველი კონსერვატორები, რაღაც სხვა ძალები, ხო, ეს დაამახინჯებს პროცესს და არაფერი ამისგან არ გამოვა. ასე რომ სჯობს ფლანგებზე კონსოლიდაციაზე ვიფიქროთ და არა რაღაც დიდი ამორფული უპრინციპო და დაშლისთვის და გაუბედურებისთვის განწირულ რაღაც პროექტებს. ნიკა გვარამია საუბრობდა მოქმედების პლატფორმაზე, ალბათ თქვენც მოისმენდით, რომ რაღაც კოორდინირებულად იმოქმედოს ოპოზიციამ და ამაზე ქონდა მას საუბარი. ბატონ ლევან, ეს პლატფორმები ბოლოს მიდის ისეთივე პროექტებთან, როგორზეც მე ვისაუბრე და თუ რამე საერთოობაზეა საქმე და კოორდინირებაზე, ხო, აი შეიძლება კოორდინირების საგნად განიხილონ ის, რომ საგარეო ურთიერთობებში პოზიციას წარმოადგენს ქალბატონი ზურაბიშვილი და ამაზე შეთანხმდნენ, მაგრამ მე თვითონ უწყობენ ისევ ქალბატონ ზურაბიშვილს ხოლმე საბოტაჟს, განსაკუთრებით ამაში სწორედ ეგ ბატონი გვარამია გამოირჩევა ხოლმე. ასე რომ, ეს არის ფუჭი საუბარი და ზედაპირული მსჯელობა მისი მხრიდან, რომელიც რას ემსახურება კაცს არ იცის, იმიტომ რომ ჭკვიანი კაცია და შეუძლებელია ვერ ხვდებოდეს თუ რა ასე თქვათ არასერიოზულ დისკურსში გადაყავს მსჯელობა. ვინაიდან და რადგან ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი კითხვა მექნება, როგორ გამოიყურება დღეს ოპოზიცია, რამდენად გასაგებია, აქ ყველას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რამდენად გასაგებია ამ ოპოზიციის განცხადებები და მოქმედებები, განცხადებები რამდენად არის შესაბამისობაში მოქმედებებთან და რას ხედავს ამ მომრჩეველი, ან ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება? არ ვიცი რა, მე ვერ ვხედავ ოპოზიციას დღეს.
იმდენად цаრიელი სიმრავლეა თავისი ძალებით, პოტენციალით, ორგანიზების შესაძლებლობით, მე ოპოზიციას ვერ ხედავ. და მთელი უბედურება ამ ქვეყნის ის არის, რომ ოპოზიცია არაფრის ძალა არ შეწევს. განსაკუთრებით არ შეწევს ძალა, რომ ადამიანები დააორგანიზოს კონკრეტული პრობლემების და საკითხების ირგვლივ. აი ეხლა ხო განათლების პოლიტიკა მნიშვნელოვანი თემა და საკითხი და დებატების მთავარი საგანი. ამის სახელით მაგალითად თქვენ ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც განათლების საკითხებზეა კონცენტრირებული და შეუძლია საგნობრივ დებატებში განათლების თემასთან დაკავშირებით შევიდეს თქვათ განათლების მინისტრთან. არ არსებობს ესეთი პოლიტიკოსი, საგნობრივი პოლიტიკოსი, რომელსაც განათლების თემაზე შეუძლია თანმიმდევრული და კვალიფიციური მსჯელობა არ არსებობს ამ ქვეყანაში. ანუ თემები არ იციან ამ ოპოზიციონერებმა. განათლების საკითხი, ეკონომიკა, ამ სოციალური სფერო ჯანდაცვაში რა არის გასაკეთებელი. მარტო ზოგადი განცხადებები და ბრახა-ბრუხი და პოპულიზმი არის მათი ნიშანი და ამიტომ არის რომ ვერაფერს ვერ აღწევენ ხოლმე და არიან ას. კონტექსტიდან ამოვარდნილი. დიახ, და რომ შევაჯამოთ, ანუ ჩვენ ვხედავთ რომ პროტესტი მიმდინარეობს, გრძელდება და ამის გათვალისწინებით ბატონ ლევან, რა ეტაპს გადის ეს? მოდით შევაჯამოთ ოპოზიციაზე ვისაუბრეთ, პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რა ეტაპს გადის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პროცესი ქვეყანაში და როგორ ფიქრობთ, ანუ არაერთხელ გვისაუბრია ხო ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით, რა არის გამოსავალი, ვიზე და რაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი? გამოსავალზე ესე კონკრეტულად ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მთელ საზოგადოებას გადასადგმელი არის ის, რომ იმართლეს და არსებულ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ. და ეს თვალის გასწორების შემთხვევაში ჩვენ მიხვდებით, რომ წინ უკეთესი დროება ჩვენ აღარ გველის. მაგერ უნივერსიტეტებს მიადგნენ და ესე იგი ხელის ერთი მოსმით ილიას უნივერსიტეტის პროგრამების 98% გააუქმეს. სტოხუმის უნივერსიტეტი, რომელსაც უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი გააუქმეს და ეს პირდაპირ ურთმავს ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს და ფაქტობრივად ორი ფაკულტეტი დატოვეს რეალური საფუძვლის გარეშე და სტუდენტთა კონტინგენტის გარეშე, ხო? და მომავალში ესეთივე რეპრესიები შეეხება სხვა სისტემებსაც, სხვა მიმართულებებსაც, ხო? და სხვა სფეროებსაც, მაგალითად სკოლაში შეიძლება გადავიდეს ასევე ძალიან მკაცრი და რეპრესიებზე ორიენტირებული პოლიტიკა, სამედიცინო სფეროში გადავიდეს ესეთი პოლიტიკა. ასე რომ წინმე დროება გველის და დღეს რა მეთოდებითაც ცდილობენ რომ ელი შეუშალონ ავტორიტარიზმის დამყარებას, ხვალ როცა ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, ეს მეთოდები უკვე არაადეკვატური იქნება. ამიტომ არის მოსაფიქრებელი წინააღმდეგობის სხვა ფორმები და მარტო ქუჩაში სიარული შაბათობით ამას არ უშლის, მიუხედავად იმისა, რომ ამ შაბათობებს თავისი დატვირთვა აქვს და პატივისცემა, ვინც ამას ხედავს და ამას აკეთებს და ასე შემდეგ. სხვა გზებია მოსაფიქრებელი და ამას სჭირდება, რაც წერან თქვი, ფლანგებზე ორგანიზება. თითოეულმა ოპოზიციურმა ფლანგმა, რაც არსებობს ამ ქვეყანაში, უნდა დასხდეს, გააერთიანოს ძალები და მოიფიქროს თავისი სტრატეგია, რომელიც სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა მიმართულებიდან ასე ვთქვათ შეუშლის ხელს ავტორიტარიზმს. და ამ პროცესში დასავლეთის როლს როგორ ხედავთ და უყურებთ? დასავლეთის როლი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დასავლეთთან კავშირი შესანარჩუნებელია, რჩევები დასავლეთიდან ისაღებია, აუცილებლად უნდა ვიყოთ ყოველთვის კონტაქტზე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მაგრამ არავინ ჩვენ გასაკეთებელ საქმეს არ გააკეთებს და არავინ ვით უმეტეს დასავლეთი, რომელსაც დღეს უამრავი პრობლემა აქვს და თვითგამორკვევის პირობებშია, ესე იგი შენთვის თავს არ გასწირავს.
ასე რომ დიახ, მათი იმედი უნდა გქონდეს რჩევის მიცემის დროს, დახმარების დროს, როგორც საერთაშორისო კრიტიკა ყოველთვის მკაცრი იქნება, სანქციებიც იქნება, შეიძლება ამ სანქციების ორგანიზებაზე და სხვა ფორმით მიმართვაზე ვისაუბროთ, მაგრამ შიგნით საქმე არის ჯერ გასაკეთებელი და შიგნით იქნება საქმე გაკეთებული, მერე შეიძლება დასავლეთიდან მხარდაჭერას კონდეს კიდევ უფრო მეტი ძალა. თორემ თუ აქ ადგილზე არის ესეთივე ქაოსი, როგორიცაც დღეს ჩვენ ვხედავთ, დასავლური მხარდაჭერა როგორი მკაფიოც არ უნდა იყოს, ეს სიტუაციას დრამატულად ვერ შეცვლის. კი ბატონო, და რამდენიმე წუთი გვაქვს დარჩენილი, ბატონ ლევან, ჩვენ დებატებზე საუბრით დავიწყეთ ჩვენი დისკუსია და ამით მინდა დავასრულოთ. თქვენ უშუალოდ თქვენ თუ მიიღებთ მონაწილეობას დებატებში და ხედავთ თუ არა აქ მონაწილეობის მნიშვნელობას? იცით რა არის, მე თავისუფალი ადამიანი კი ვარ პიროვნული გადაწყვეტილებების მიღების დროს, მაგრამ როცა კოლექტივის წევრი ხარ, მაშინ მათ უნდა შეუთანხმო შენი ზოგიერთი ნაბიჯი და აი აგერ კავკასიურ სახლში მუშაობ, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის წევრი ვარ და თუ ჩემი სამსახური ან ჩემი პოლიტიკური ოჯახი ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და კონკრეტულ სტრატეგიას განსაზღვრავს, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ეგეთ დებატებში მონაწილეობის. ასე რომ განსჯის საკითხია ეგ. ამდენად საჭირო არ ას მოიტანს, ასაწონ და საწონია ეს საკითხი და იმის მიხედვით და ისე დიდი ხალისი ესეთ უთანასწორო ბრძოლაში შესულისა, რა თქმა უნდა, ადამიანებს არ აქვთ ხოლმე თუ ადეკვატურები არიან. და ბატონ ლევან, პოლიტიკურ ოჯახს არ ქონია განხილვა ამ საკითხზე? ანუ ჩამოყალიბებული პოზიცია რა აქვს? როლს გააჩნია თემას, რა შემოგთავაზებენ და გააჩნია ზოგადად მიიღოს თუ არ მიიღოს მონაწილეობა დებატებში? ზოგადად არ გვეშინია. და თუ საჭირო იქნება მივიღებთ, მაგრამ ეს საჭიროება ხო უნდა დავინახოთ და დადგეს და თუ დადგება, უკან არავინ არ დაიხებს. უბრალოდ ყველაფერს სჭირდება აწონ დაწვა. კი ბატონო, მადლობა ბატონ ლევან. მადლობა.